იღუმენი ნიკონი, მონაზნობა. ძვირფასო კატია, მშვიდობა შენდა. მონაზნობას იღებენ უფრო სწორად, უნდა იღებდნენ მაშინ, როცა ნათლად აქვთ წარმოდგენილი მონაზნური ცხოვრების მნიშვნელობა და სულის მთელი ძალით სურთ სხვა გზით იარონ, რომელიც განსხვავებულია საერო გზისგან. აქედან წარმოსდგა სახელწოდებაც ინოკ, სხვა განსხვავებული. ისინი სხვები უნდა გახდნენ, არა ისეთნი, როგორებიც სოფელში იყვნენ. შენ კი მთლიანად ამას სოფლის ამოებაში ხარ ჩაფლული. მაშ როგორ შეიძლება სხვა იყო? ის მაინც მოახერხე, რომ სულ მთლად არ დაივიწყო ღმერთი და შენი სულის ცხონებისთვის სრუნვა. თორემ ამაოებამ შეიძლება ისე დაგიმძიმოს გული, რომ ღმერთი დაგავიწყდეს. თვითუფალი გვაფრთხილებ სახარებაში. ებრძალენით თავთა თქვენთა, ნუ უკვე დამძიმდნენ გული თქვენი, შვებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამისა სოფლისაითა. ნაკლებად შეხვდი ადამიანებს და თუ შესაძლებელია, ნუ ესაუბრები მათ. ბოსტანში მუშაობასაც მოუკელი. რაც გაქვს, პურსა და ჩაისე გეყოფა. ხოდა მეტი არც გინდა. ტანისამოს სიკვდილამდე ვერ გასცვეთ. რაში გჭირდება სულის ამაოებით წარწმედა. თუ ჩემ წიგნებს გადააწყდები, ლიზას მიეცი. მასთან ჩემი ბევრი წიგნი ინახება. გისურვებ, რომ შემდგომი წელნი ცხოვრებისა შენისანი მშვიდობით და სინანულით განვლო, უფალ მან გაკურთხოს და ცხონდი 1963 წლის 1 ივლისი. მშვიდობა შენდა. შენი წერილი 1960 წლის 8 თებერვალს მივიღეთ. გაგვიხარდა, რომ კარგად თქვი, თანაც ამისთვის მამობრივი შეგონება დაითმინე. ღმერთია ყველას მსაჯული. როდის მოხდება ცვლილება მის თავს, თუ ჯერ კიდევ გვიან არ არის, ურჩიე მათი სახელით, ვინც ეს გზა განვლო, რომ შემოდგომამდე მაინც გადადოს. ზაფხულში კი წაიკითხოს ეგნატე ბრიანჩანინოვის მეხუთე ტომი, გაესაუბროს გამოცდილ ადამიანებს, გაითვალისწინოს ჩვენი დრო, გაიაზროს, რაში შეიძლება გამოიხატოს მონაზნობა დღევანდელ პირობებში, რომლებიც სულ უფრო მეტად განვითარდებიან იმავე მიმართულებით. გარეგნულად ეს შესაძლებელია 9 საათში შესრულდეს, როცა გნებავთ და სადაც გნებავთ, შინაგანად კი მთელი ცხოვრება უნდა ვიშრომოთ, რომ სიბერის ჟამს მაინც 1-2 წელი ოდნავ დავემსგავსოთ იმას, რაც უნდა ვიყოთ. თუ გვექნება შინაგანი გარეგანის გარეშე, თუნდაც სულ მცირე დოზით, ეს განუზომელად უფრო ძვირფასია, ვიდრე გარეგანი მონაზნობა შინაგანის გარეშე. ხოლო ვინაიდან შინაგანი მონაზნობა ძალიან ძნელად გვეძლევა, გარეგანი კი ვალდებულს გახვდის, რომ კაცთა წინაშე ჩვენს გარეგნულ სახეს შევესატყვისებოდეთ. შეუმჩნევლად დაიწყება თვალთმაქცობა, ფარისევლობა და შესაძლოა ზნეობრივი დაღუპვაც. უეჭველია, რომ მან ჯერ კიდევ არ იცის ახალი გზა, რომ მას ბევრი ცრუ წარმოდგენა, მოლოდინი და შესაძლოა ფარული ამქვეყნიური ანგარიშიც ჰქონდეს, რომლებსაც იქნებ თვითონაც ვერ აცნობიერებს და კიდევ ვიმეორებ, წაიკითხოს მეხუთე ტომი და შეიძლება სხვაგარად შეასრულოს და მაშინ ბევრ ამეს მიხვდება. ასევე აუცილებლად წაიკითხოს ეგნატე ბრიანჩანინოვის მეორე ტომში სოკოლოვის მიერ შედგენილი მისი ბიოგრაფია. აუცილებლად წაიკითხოს ზღვის ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ სინდისი მაიძულებს დავწერო ის, რაც დავწერე. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ჯერჯერობით საკმარისია. ნუ აიღებს ზღვისგან მაგალითს. ახლა ყველა ადამიანი, მათ შორის მონაზვნებიც,
ანტონი დიდისა და სხვა ძველი მამების უკვე ასრულებული წინასწარმეტყველების თანახმად წუხარებებით და ჩემი მხრიდან დაუმატებ შინაგანი მონაზვნობით ცხონდებიან და არა გარეგანით. თუ ვინმეს აქვს მონაზნობისკენ მიდრეკილება, წაუკითხე მას ეს. მე უფროსების მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია, რომ გამოცდის გარეშე, გზის მითითებების გარეშე ანიჭებენ მონაზნობას პირადი ანგარიშების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას თავიანთ შვილებს არ გაუკეთებდნენ, სხვას კი არ ინდობენ. ამით ვამთავრებ წერილს. კიდევ მინდოდა რაღაცის დაწერა, მაგრამ შემდეგისთვის გადავდოთ. მომწერე მისი რეაქცია ამ წერილზე. თუ ის მაინც თავისებურად მოიქცევა, მერე 1000-ჯერ გაიხსენებს ჩემს სიტყვებს. სლიე საკუთარ თავს, ისწავლე უტრტვინელი მორჩილება დასამდაბლებლად. დიახ, პროტესტით ვერაფერს გახდები. ისევე როგორც მდინარეს ვერ შეაჩერებ ხელის გულით. უფალმან დაგიფაროთ თქვენსა და ყველაც. 1960 წლის 10 მარტი.